შემდეგ ახლა უკვე მთავარი პროკურატურა მიმართავს კორუფციაში ჩართულ პირებს, ჩვენებები მისცენ სხვების წინააღმდეგ და ითანამშრომლონ საგამოძიებო უწყებებთან. ახლა საინტერესო არის ბოლო 2 დღეში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ხომ არ ცდილობს მთავარი საგამოძიებო უწყება და სუსი რომ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მოიპოვონ ჩვენებები რომ თავად სუსის ყოფილ შეფს დაადონ ხელბორკილები. ყოველ შემთხვევაში ეს განცდა რჩება საგამოძიებო უწყებების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან. გრიგოლ ლილუაშვილის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელს ბიჭიკო პაიკიძეს დღეს ოფიციალურად ბრალდება უკვე წაუყენეს. ერთი ბრალის წარდგენა დასრულებული არ იყო და ფინანსთა სამინისტრომ მეორე ბრალიც დააწია პაიკიძეს. მასთან ერთად ბრალდება წარედგინათ ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ 5 პირს, რომლებიც დაკავებულები არიან. ისინი ახლა სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდებიან, როგორც მთავარ საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში ქუთაისი ალპანა მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას შპს BP ტრანსის 100%-იანი წილის მფლობელი პირი ამავე კომპანიის დირექტორის და კომპანიის თანამშრომლის დახმარებით აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების დახმარებით მათთან ერთად ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა გამოყენების გზით მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას 4,184,259 ლარს. მოუწოდებთ ყველას, ვინც ფლობს ინფორმაციას კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, მოგვაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია და ითანამშრომლონ სამართალდამცავ სტრუქტურებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა შესაძლო პირების იდენტიფიცირების მიზნით. ახლა პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს, რომ აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა ჩაინიშნოს და არ არის გამორიცხული, რომ დღესვე მოუწიოთ დაკავებულებს სასამართლოს წინაშე წარსდგომა. ბრალდებულების ნაწილი, როგორც ადვოკატებმა თქვეს, აპირებენ, რომ თქვან სასამართლო პროცესზე საკუთარი პოზიცია ბრალთან დაკავშირებით, თუმცა იქნებიან ისეთებიც, ვინც დუმილის უფლებას გამოიყენებს. მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო, ვისაც ბრალდება წარედგინა, BP ტრანსის მენეჯერი იყო. მისი ადვოკატი დაკავებული აცხადებს, რომ მას არანაირი შეხება ფულთან არ ქონია. შესაბამისად, მისთვის გაურკვეველი არის, რა არის მიზეზი, რის გამოც ბრალდებულთა სიაში მოხვდა. მას არ ხელეწიფებოდა მის მოვალეობას, უფლებამოსილებას არ შეადგენდა რომელიმე კონკრეტულ დოკუმენტთან მიმართებაში, მით უმეტეს რაღაც ფინანსური კვეთა წარმოშობილიყო და მასზე მოეწერა ხელი. ის იყო თავადვე კარგად მოგეხსენებათ ფინანსური მენეჯერი, რომელიც სამუშაოთა წარმოებას ზოგადად ადევნებდა თვალყურს. კონკრეტული დოკუმენტი მისი მხრიდან არც შედგენილა და არც ხელი მოუწერია იმ ფორმულაში, რაც ბრალდების მხარეს სურს, რომ თლიან სურათში წარმოადგინოს. რატომღაც ედავებიან თაღლითობაში წინასწარი შეთანხმებით დახმარებას და ასევე ყალბი დოკუმენტის დამზადება გამოყენებას. ბრალთან მიმართებაში კატეგორიულად უარყოფს წარდგენილ ბრალდებას არც ერთ კომპონენტში და ელემენტში ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ეს ბრალდება როდესაც გაეცნო მიუთითა რომ ამჟამინდელი მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ იძლევა ამ ეტაპზე მაინც საშუალებას რომ დეტალიზაცია გააკეთოს. ლილუაშვილი ფიგურირებს თუ არა საქმეში და ქონდა თუ არა რაიმე კომუნიკაცია აქვს თუ არა თუნდაც ნაცნობობა? არ ვიცი, მე ამ პიროვნებასთან რამე კვეთა ვერ ვნახე. საწავი და 4 მილიონი და ქონდა თუ არა რაიმე კავშირი ამ ფულის გაქრობაში გრიგოლ ლილუაშვილს? ეს არის კითხვა, რომელზე პასუხის გაცემაც მოუწევთ დაკავებულებს. თუ დღესვე ჩატარდება სასამართლო პროცესი, პროკურატურამ ახლა უნდა მიმართოს სასამართლოს და არ არის გამორიცხული, რომ დღესვე მოუწიოთ ბრალდებულებს სასამართლოს წინაშე წარსდგომა.